სიმედი ლაივის კითხვებს ძალიან ბევრი საინტერესო თემა არის სწორედ საგარეო პოლიტიკა და რა თქმა უნდა ევროკავშირის თემა იქნება წამყვანი დღევანდელ როგორც თავად ევროკავშირის წესების კუთხით ასევე საქართველოსთან მიმართებით. აუცილებლად საღამოშობისა მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. მოდით დავიწყოთ უფრო გლობალური თემით რომელიც უკავშირდება წესებს. Როგორც გავიგეთ ახალი წევრებისთვის იმოქმედებს ახალი წესები. როგორია თქვენი შეფასება? საღამოშობების მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ახალი წესები დაანონსდა უკვე ამაზე დიდი ხანია არის საუბარი ევროკავშირის შიგნით თუ როგორი უნდა იყოს გაფართოების ახალი პოლიტიკა თუ გახსოვთ ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში იყო საუბარი რამდენად მზად იყო ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად განსაკუთრებული აქცენტი უკრაინაზე კეთდებოდა, იმიტომ რომ მაშინ გაჟღერდა როგორც თითქოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი და ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნების აღშფოთებაც კი გამოიწვია მესამე ქვეყნებმა რამდენად უნდა უკარნახონ ევროკავშირს როდის და რა პირობებით გაფართოვდეს. ამის შემდგომ კიდევ უფრო გააქტიურდა საუბრები თუ რა წესებით უნდა მოხდეს გაფართოება. ერთგვარად ფაქტის წინაშე დგას ევროკავშირი, რომ გაფართოების საკითხის კიდევ გადადება და გაწელვა შეიძლება შეუძლებელი გახდეს რაღაც მომენტში, ეს დადგეს ეს მომენტი, როგორც გარდაუვალი მოცემულობა, ამიტომ ევროკავშირი უნდა იყოს მზად ახალი წევრებისთვის რა პირობებით ხდება ევროკავშირის წევრობა. ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი და უნგრეთის შემთხვევა ხშირად იყო ხოლმე გამოყენებული იმის საჩვენებლად, რომ რამდენად უარყოფითად შეიძლებოდა ემოქმედა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ერთი ქვეყნისთვის ვეტოს უფლებას, რაც აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ეს განაპირობებს, სწორედ ეს არის ერთგვარი ის გარანტია თანასწორობის, თანასწორუფლებიანობის გარანტია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, რომ მათ აქვთ თანაბარი უფლებები და ვეტოს უფლება არის სწორედ ამის ერთგვარი გარანტია. და თუ კი ამაზეა საუბარი, რომ ახალი წევრი ქვეყნების წინაპირობა ერთგვარად უნდა იყოს, შეიძლება გარკვეული ვადით ამაზე ცოტა გაურკვევლად ითქვა ამაზე ხა გადაჭრით საუბარი თუ როგორი იქნება პირობები ჩემთვის შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ჯერ არსად ასე ვთქვათ დაწერილი, ხელმოწერილი და შეთანხმებული არ არსებობს, თუმცა ცხადია, რომ ამაზე არის საუბარი, რომ ახალ წევრებს ერთგვარად გაწევრიანების შეთანხმებაში კონდეთ პირობა დადებული რამდენი წელი არ ექნებათ მათ რაღაც უფლებები ისეთი, როგორიც ექნებათ სხვა წევრ სახელმწიფოებს. ამაზე საუბარი ეტაპობრივ გაწევრიანებაზე, ეტაპობრივ გაფართოებაზე დიდი ხანია იყო საუბარი ბრიუსელის აკადემიურ წრეებშიც, წევრ სახელმწიფოებშიც და არ ვიცი, მთავარი კითხვა აქ არის ის, არის თუ არა ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის. თუ ევროკავშირი იწყებს უკვე გზების ძიებას, თუ როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები, ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისათვის, თუ როგორ შეიძლება შექმნან ილუზია გაფართოების. და მაშინ რა გამოდის, რომ ეს უკვე რაღაცნაირად დაკანონდება, რომ ბრიუსელის წესები ყოველგვარი ხმის და მისი ასე ვთქვათ საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გარეშე სავალდებულო უნდა იყოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის მიუხედავად იმისა, ეს იქნება თუ არა მათ ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში. რაც ფუნდამენტურად ცვლის თავად ევროკავშირის არსს, იმიტომ რომ ევროკავშირი სწორედ ეს არის, რომ სუვერენული სახელმწიფოების გააერთიანება, რა თქმა უნდა, ხა არის იქ სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილების, ასე ვთქვათ, დათმობა ისევ და ისევ კავშირის სასარგებლოდ, თუმცა ეს არასდროს არ ეხებოდა საგარეო პოლიტიკას, ეს იყო ის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენული უფლებაა და ამ შემთხვევაში მაშინ ისმის კითხვა ეს გავრცელდება თუ არა საგარეო პოლიტიკაზეც და ექნებათ თუ არა ამ ქვეყნებს საერთოდ თავის საგარეო პოლიტიკა კონდეთ, რომელიც იქნება შესაბამისობაში ეროვნულ ინტერესებთან. მოკლედ კითხვები ბევრია, უფრო მეტი გააჩინა კითხვები და დისკუსიაც ალბათ იქნება სერიოზული, როგორც გაერთიანების მაგდა განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ხდები კანდიდატი ქვეყანა და იმავდროულად რამდენიმე თვეში ევროკავშირი წყვეტს დიალოგს კანდიდატ ქვეყანასთან, რა თქმა უნდა ძალიან რთულია ისაუბრო დღეს ევროკავშირის
კავშირის გაფართოებაზე და მის ასე ვთქვათ სრულად კონდეს წარმოდგენა მათ ხედვებზე თუ რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ მომავალთან დაკავშირებით. თუმცა სხვა კანდიდატებიც იტყვიან ალბათ თავიანთ სიტყვას და ესეც იქნება საინტერესო, მაგრამ ჩვენთვის თუ იცვლება რაიმე ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ აი თქვენმა ოპონენტებმა როგორც კი მოისმინეს აი ამ იდეის კრიტიკა, მაშინ მეთქვეს რომ მზადდება ნიადაგი საფუძველი იმისთვის რომ საქართველოს საერთოდ უარი თქვას გაწერიან. სანამ საქართველოსთან საერთოდ საუბარიც არ დაუწყია არავის, თქვენ იცით რომ დაანონსდა უკრაინის და მოლდოვის მოლაპარაკებების გახსნა პირველი კლასტერების და საქართველოსთან ჯერ მაგ ეტაპამდე არ მივსულ ვართ რომ საქართველოსთან საუბარი დაიწყონ ზოგადად გაფართოების საკითხზე, მაგრამ იმ ქვეყნებს რომ შევხედოთ ვისთანაც წლებია უკვე და 10 წლეულებია მოლაპარაკებების პროცესი მიდის. ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია გაფართოების პოლიტიკის ნამდვილობა და სერიოზულობა თურმაც თურქეთის კანდიდატობა და ამ პოლიტიკის ნაწილად წარმოდგენა იმ პირობებში ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე ან შეზღუდული უფლებებით და არა მხოლოდ თურქეთი ძნელად წარმომიდგენია ბევრი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყანაც. ახლა მოლდოვაზე ცოტა გამიჭირდება თავის დადება, მაშინ როდესაც მოლდოვა მზად არის რომ განიხილოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში მისი მომავალი, ხა რთულია იქ ისაუბრო სუვერენული უფლებების სიმტკიცეზე და ამ სურვილზე ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები, როდესაც ვკითხულობდით მასალებს, რომ ეს არის მცდელობა, რომ ახალი ტროას ცხენი აიცილონ ევროკავშირში, როგორც მაგალითად იყო უნგრეთის სახით და რომლებიც მთელ რიგ გადაწყვეტილებას ბლოკავდა. ეს სინამდვილეში ასია თუ ჩვენ მიღებთ მოცემულობას, როცა დიდი ქვეყნები, რომელსაც ყველამ კარგად ვიცით, რომ უფრო მეტი ეთქმის ევროკავშირში ცდილობენ, რომ გარკვეულად მონოპოლია მოიპოვონ გადაწყვეტილების მიღებაზე. ხო, დიდი ქვეყნებიც პირობითია, ხა დიდ ქვეყნებად ითვლებოდა გარკვეული დროის განმავლობაში ერთგვარად წამყვან ქვეყნებად, თუმცა ეს არასდროს ასე ღიად არ გამოუცხადებიათ ამ ქვეყნებს, ჯერ კიდევ როდესაც დიდი ბრიტანეთი იყო ევროკავშირში, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების პოზიციების გარეშე და მათი მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთული იყო ევროკავშირს რაიმე პოზიცია, ან საერთოდ რამე გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა თანასწორობის გარანტია, სწორედ თანასწორუფლებიანობის გარანტია არის ის ვეტოს უფლება. და ეხლა ძალიან რთულია ტროას ცხენი დაარქვა თანასწორობას, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ? იმაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის კავშირი, რომელსაც უნდა აერთიანებდეს საერთო ინტერესები და ვის საერთო ინტერესებზე ვსაუბრობთ მაშინ, თუ კი ვიღაცის ინტერესი მიუღებელია კავშირისთვის. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ აქ საერთო ინტერესები, თანასწორუფლებიანობა და ზოგადად თანასწორი მიდგომები მაშინ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ანუ თუ კი შეიძლება თუ არ შეიძლება რომ უნგრეთს რაღაც დროს სლოვაკეთს ან ბულგარეთს ან ნებისმიერ სახელმწიფოს არ კონდეს საკუთარი უფლება რომ გააჟღეროს პოზიცია და გავლენა მოახდინოს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, განხილვის საგანია, ეს როგორ აისახება თავად გაფართოების პროცესში, ამას რო გვაჩვენებს, რამდენად წამოვლენ ამ შეთავაზებაზე, თუნდაც კანდიდატი ქვეყნები, რამდენად მისაღები იქნება მათთვის, თუმცა უკვე ხმამაღლა ამაზე საუბარიც ბევრ რამეზე მიანიშნებს, თუ რამდენად იცვლება ზოგადად შეცვლილია უკვე ევროკავშირის არსი და ევროკავშირის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება თუნდაც თანასწორუფლებიანობასთან. ეს მართლაც სამომავლო პერსპექტივა, დავაკვირდეთ პროცესებს, მაგრამ მანამდე დღევანდელობაზე ვისაუბროთ, რა გვაქვს ხელში დღეს, ეს არის გახსნილი მოლაპარაკებები მოლდოვასთან და უკრაინასთან და ესე დაბეჯითებით ითქვა, რომ მათ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები და შესაბამისად დამსახურებულად გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. აი ეს სად ჩანს? აი რამეში გამოიხატება ვალდებულებების შესრულება? აი ძალიანაც რომ მოუნდეს ადამიანს ეს რითი მტკიცდება, რომ მათ როგორც წესი ეს აისახება ხოლმე ევროკავშირის ანგარიშებში, ეს არის სწორედ ევროკავშირთან დიალოგის შედეგი.
შედეგები და საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე, როგორ გვინდა დავინახოთ და საერთოდ რა არის ის პირობები, რაც უნდა შეასრულოს ამა თუ იმ ქვეყანამ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას, ხო, ესეც სრულიად პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. თუმცა ჩვენ პირველად არ ვსაუბრობთ ამაზე, ევროკავშირმა მოლდოვასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნა არაერთხელ დაანონსა და არაერთხელ ასე ვთქვათ, თუმცა ამჯერად უკვე პრაქტიკულად ვსაუბრობთ მოლაპარაკებების გახსნის პროცესზე, როდესაც ეს პროცესი იწყება. თუმცა თუ გახსოვთ, მაშინ როდესაც ჩვენთან იქნა დიალოგი შეჩერებული, სწორედ იმავე გადაწყვეტილებით ევროკავშირმა განაცხადა უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა 2024 წლის ივნისში იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და მაშინაც ვამბობდით, რომ ამას სჭირდება მომზადება, შეუძლებელია იყოს რომელიმე ქვეყანა მზად მოლაპარაკებებისთვის. ეს პერიოდი დაჭირდა იმას ელემენტარულად, რომ ჯგუფი ჩამოყალიბდეს მოლაპარაკებების განსახორციელებლად და ნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი. ეს არ არის მარტივი პროცესი. დრომ ასე აჩვენა, ჩვენ ვიცით კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც 10 წლეულებია ამ პროცესში არიან და კიდევ არ დაუსრულებიათ და ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ნახოთ როგორ განვითარდება. რა მდგომარეობა გვაქვს ახლა ჩვენ? ეს არის მთავარი კითხვა, იმიტომ რომ 2 წლის შემდეგ ჩვენ ნახეთ საუბარი ვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ეხებოდა ძირითადად რა თქმა უნდა დიპლომატიურ პასპორტებს, მაგრამ რა გვითხრეს ბრიუსელში, როდესაც ქართული დელეგაცია ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა? კი, ეს შეხვედრა იყო თავად ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული, მაშინ როდესაც ევროკავშირი ამოქმედებს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს, ვალდებულია, რომ დიალოგი წამოიწყოს იმ ქვეყანასთან, რომელთანაც მექანიზმი იქნა გამოყენებული და ამ შემთხვევაში საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირმა ჯერ წესები შეცვალა, რომ მექანიზმის ამოქმედება შეძლებოდა და შემდგომ ამოქმედა ნაწილობრივ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. საუბარი ვერ ვიტყვი, რომ იყო, ასე ვთქვათ, რაიმე სიურპრიზებით სავსე, საუბარი იყო ისეთი, როგორცაც მოველოდით. რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი ამ შეხვედრაზე კეთდება პოლიტიკურ კომპონენტებზე, მიუხედავად იმისა, რომ იცით, რომ ეს შეხვედრა ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული, ძირითადად არ იყო მაღალი პოლიტიკური დონის შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე შეიძლება რომ იყოს საუბარი, თუმცა ზოგადად კონსტრუქციულ გარემოში შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი პოზიციები გაგვეჟღერებინა და კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირის მხარისთვის, რომ შეუძლებელია საუბრობდეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელსაც აქვს თავისი, ასე ვთქვათ, რაღაც შედეგებზე დაფუძნებით არის მიღებული თუნდაც ხო, ეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და დღეს კანონების მიღება, ან საქართველოში არსებული კანონები, ლეგიტიმურად მიღებული კანონები, სრულიად სამართლიანი კანონები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას სჭირდება, იყოს, ასე ვთქვათ, განხილვის საგანი ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტში. მაშინ, როდესაც დღემდე არავის მოусმენია თუ რას კონკრეტულად, რა პრინციპებს ეწინააღმდეგება და რა არის ასეთი მიუღებელი და შეუთავსებელი ევროკავშირის სტანდარტებთან. მაგრამ ეს რახან ექსპერტული შეხვედრა იყო, ვერ მოვისმინეთ, თუნდაც ექსპერტების მოსაზრება კონკრეტულ კანონებზე. არა, რა თქმა უნდა, აქ არ ყოფილა კონკრეტული კანონების მუხლების განხილვა და ჩვენ კიდევ ერთხელ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან კონკრეტულად თუ რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში. თუმცა მეორეს მხრივ კარგი შესაძლებლობა იყო ის, რომ პირველად ამ ფორმატში, პირველად ბრიუსელში თუნდაც ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს დელეგაციას მიეცა შესაძლებლობა, რომ ქართული მხარის პოზიცია გაეჟღერებინა. ეს კანონები გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და სწორედ ამან განაპირობა ამ კანონების მიღება. და ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ კანონების არსებობა ხელს უშლიდეს ევროკავშირში დიალოგს ან გაწევრიანებას ან ზოგადად ურთიერთობებს. მაშინ ფუნდამენტური კითხვა გვაქვს ჩვენ,
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილურობა, საქართველოს უსაფრთხოება არის ხელის შემშლელი ევროკავშირთან დიალოგის ლოგიკა ასე ვკარნახობს მაშინ. და ეს არის ის კითხვა, რომელიც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში უნდა გაჟღერდეს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს ევროკავშირის მხარესთან. სხვათა შორის კანონებთან დაკავშირებით ჩვენ საფრანგეთის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ პრინციპული პოზიცია, როდესაც საფრანგეთის კანონმდებლობას ეხებოდა საქმე, რომ შეერთებული შტატების საქმე საერთოდ არ არის რა კანონებს მიიღებენ საფრანგეთში, მაგრამ მეჭვმას რომ ეს არგუმენტი ახლა არ გაჭრის არც ტექნიკურ შეხვედრაზე და არც ერთ შეხვედრაზე, მეორეს მხრივ გიჩნდება მოლოდინი, რომ მინიმუმ საფრანგეთის ბიუროკრატიაში უნდა აისახოს და მათ პოზიციებში უნდა აისახოს საფრანგეთის პოზიცია და საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიცია, თუნდაც სუვერენული ქვეყნის კანონების მიღებასთან დაკავშირებით. თუ კი საფრანგეთისთვის მიუღებელია მესამე ქვეყანამ ან მეორე ქვეყანამ უკარნახოს თუ რა კანონი უნდა მიიღოს საფრანგეთმა, ნებისმიერი ქვეყნისთვის იგივე პრინციპი მოქმედებს. ხო, ჩვენთვისაც ჩვენი საკანონმდებლო ორგანო მუშაობს და იღებს კანონებს სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ამას ნამდვილად უნდა ვცეთ პატივი. თუმცა მეორეს მხრივ ხა არგუმენტების სისუსტე ფაქტია, რომ ევროკავშირს უჭირს თუნდაც დიალოგში შემოსვლა, თუნდაც კანონებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 2 წლის განმავლობაში ხომ შესაძლებელი იყო, რომ თუ კი არსებობდა სურვილი პოლიტიკური დიალოგის, მოძებნილიყო რაღაც პლატფორმა, სადაც თქვათ თუ კი პრობლემას კანონი წარმოადგენს ამ კანონზე, თუნდაც ერთი შეხვედრა და ერთი არსობრივი დისკუსია მომხდარიყო და მოგვესმინა ვინმესგან 2 წლის განმავლობაში თუ რა ნაწილში არის ეს კანონი მიუღებელი. ულტიმატუმის ფორმა აქვს ჯერჯერობით. ფაქტიურად ასეა, ერთგვარი წინაპირობაა, ჩვენ ამას ვხედავთ, გრძნობთ და იგრძნობა, რომ გარკვეული მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით შეცვლილია, სურვილიც არსებობს, განსაკუთრებით რიგ წევრ ქვეყნებში ეს პოზიცია ძალიან აქტიურად ფიქსირდება, რომ ისინი არ ემხრობიან ბრიუსელის ერთგვარ გაბუტულობის პოლიტიკას და არ საუბრის და დიალოგის არ ქონის პოლიტიკას, თუმცა ბრიუსელს უჭირს დიალოგის დაწყება და უკან დაბრუნება. არიან ქვეყნები ან არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ წინაპირობები დააყენონ იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი განახდეს. რაც არის სრულიად მიუღებელი. არის წამოყენებული თუნდაც ასეთი ესე ფორმალურად არა, თუმცა ამ ასეთი ფორმით შეგვიძლია ეს ვიფიქროთ, რომ ერთგვარად ეს არის იგივე მსჯელობებიდან გამომდინარე, იგივე საუბრებიდან ის რაც გვესმის ჩვენ, შეიძლება ან რაც იწერება, ასე ვთქვათ, ევროკავშირის დოკუმენტებში, თუნდაც ის, რომ 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაც სწორედ კანონებიდან გამომდინარე იყო, რომ შეაჩერა ევროკავშირმა დიალოგი, ერთგვარად დასკვნა ასეთი შეგვიძლია გამოვიტანოთ. ჩვენ ხა ეს ხმამაღლა შეიძლება არ მაგრამ საქართველოს განაცხადა ხმამაღლა, რომ მზად არის დიალოგისთვის, ამ დღეებში განსაკუთრებული სიხშირით კეთდება ეს განცხადება და გარკვეულწილად დათმობებზეც იყო თითქოს საუბარი, აი თქვენმა ოპონენტებმა თარგმნეს ასე ყოველ შემთხვევაში, რომ აი თბილისი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოღონდაც ეს დიალოგი აღდგეს, საქართველოს წავა დათმობებზე. ასეა? არა, ვერ დაგეთანხმებით ამაში, აქ ახალი არაფერი არ არის, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, საქართველოს არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი, შესაბამისად ჩვენი მხრიდან არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენ არ გვინდა თქვენთან საუბარი და ჩვენ შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორც სუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში. ამაზე მეტი ღიაობის გზავნილი რა შეიძლება ყოფილიყო ქართული მხრიდან. ასეთი იყო გზავნილი მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული ქვეყნები უსამართლო სანქციებს აწესებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და მათთან არ გაგვიჩერებია, ასე ვთქვათ, და არ გამოგვიხატავს რადიკალური პოზიცია
პოზიციები მათთან მიმართებაში და მით უმეტეს ბრიუსელთან ჩვენ არასდროს გვითქვამს რომ ჩვენ არ დაგალაპარაკებით, ჩვენ წყვეთ დიალოგს, არა პირიქით. ჩვენ მუდმივად ვაკეთებდით აქცენტს, რომ ჩვენ ერთგულები ვართ იმ შეთანხმების, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს ხელმოწერილი, ეს არის ასოცირების შეთანხმება, ასოცირების შეთანხმებას აქვს თავისი ჩარჩო დიალოგის და პირიქით ეს არის ევროკავშირის მხარე, რომელიც არღვევს ამ შეთანხმებას ზუსტად იმით, რომ დიალოგის აქვს შეჩერებული საქართველოსთან. უბრალოდ ბოლო პერიოდში, რადგან სავიზო საკითხებზე შედგა დიალოგი, გარკვეული საუბრებიც გააქტიურდა ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოგვიწია სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა ფორმატებში დაგვეფიქსირებია ის, რასაც წლებია ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგის. კი ბატონო, აი სწორედ სავიზო საკითხებს რომ დაუბრუნდეთ, არა მხოლოდ სამსახურეობრივ და დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, ყველა მოქალაქისთვის რა პერსპექტივა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე, იმიტომ ჩვენ თვეების და წლების განმავლობაში განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩს უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ ეს საკითხი დევს მაგიდაზე. განიხილება ეს საკითხი მუდმივად გვახსენებენ ამას. აი წლის ბოლოსთვის თუ ველოდებით გააქტიურდა. ხო, ნამდვილად ეს საკითხი დევს მაგიდაზე და შანტაჟის მექანიზმად ჯერ კიდევ ვალიდურია, რომ გამოიყენებოდეს და გამოიყენება. ეს რა თქმა უნდა მათ ხელშია, როცა უნდათ ამ მექანიზმს გამოიყენებენ. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს ქართული საზოგადოების მიმართ ევროკავშირის მხრიდან, მაშინ როდესაც სხვაგვარი გზავნილები გვესმის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იმავდროულად აშანტაჟებენ საქართველოს იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებით. კიდევ ერთხელ არაერთხელ მithქვამს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ეს არის შანტაჟის საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმი, მოდის ასე ვთქვათ, ანერვიულებენ ხალხს გარკვეულწილად ნაწილს საზოგადოების ამით. თუმცა მე არ მგონია, რომ ამას თუნდაც რომ გამოიყენონ ეს მექანიზმი, ის შედეგი იქონდეს, რისთვისაც სურთ რომ გამოიყენონ ეს მექანიზმი, ხო? ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა საკმაოდ ესეთ მტკიცე პოზიცია, ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, ძალიან ბევრი ზეწოლა იქნა გამოყენებული ჩვენ საზოგადოებაზე, იმისათვის რომ გავლენა მოეხდინათ ჩვენი საზოგადოების პოზიციებზე და მე ვფიქრობ, საქართველოს თავის სათქმელი თქვა, ქართულმა საზოგადოებამ თქვა თავისი სათქმელი, რად უღირს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და სუვერენული თავისუფლება. თუნდაც ამ კონტექსტში რომ ჩვენი თავი, ასე ვთქვათ, ჩვენივე გვეკუთვნოდეს და ჩვენივე გვქონდეს ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და უფლება. თუ კი ეს თემა აღარ არის გამოსადეგი საზოგადოებაში პროტესტის გაღვივებისთვის, რაზეც ყოველთვის იყო ეჭვი, რომ რაღაც მუხტი უნდა შეეძინა პროტესტს სწორედ ამის გამო, თუ კი გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უბრალოდ რაღაც სასჯელი იქნება ხალხის არჩევანის გამო, როგორ უნდა გავიგოთ? უბრალოდ გაბრაზებული ადამიანების გადაწყვეტილება. ეს შეიძლება რთულია ხა ისაუბრო რაღაც აზრიან გადაწყვეტილებებზე ხშირად ვხედავთ ჩვენს დამი დამოკიდებულებაში ძალიან ბევრ არარაციონალურ გადაწყვეტილებას, ხო არარაციონალურ მიდგომას და რთული არაციონალიზმზე საუბარი ასეთ პირობებში, თუმცა მე მაინც მგონია, რომ გადამეტებულია ამაზე ასეთი საუბარი, არ ვფიქრობ, რომ თლად ასე გონება დაკარგული მდგომარეობაში არის ბრიუსელი, რომ ქართული საზოგადოება ამ ფორმით დასაჯოს იმისათვის, რომ უბრალოდ მათ საკუთარი ქვეყნისთვის უნდათ მშვიდობა და სტაბილურობა. მაგრამ თუ ამ დასჯას არაპირებენ, ჩვენ ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ფონს ქმნის ის რეზოლუციები, რომელსაც იღებს ევროპარლამენტი. გასაგებია, რომ ევროპარლამენტი არ არის გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა, მაგრამ დღესაც ჩვენ ნახეთ მთელი რიგი ძველი საკითხებით ჩამონათვალი, ისიც გვახსოვს კარგად თქვენი განცხადება, როცა კომიტეტზე გადიოდა, რომ მიუღებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება საქართველოს საზოგადოებაზე თავდასხმისთვის, მაგრამ მაშინ
რისი ფონი იქმნება ამ რეზოლუციებით და იმ განცხადებებით და იმ ხმაურით, რაც საქართველოს ირგვლივ არის. თუ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ხო, ნახეთ, ეს რეზოლუციები ხა რეზოლუციებს რომ ძალა არ აქვს და ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ, თუმცა ჩვენი განცხადებაც, როდესაც ეს რეზოლუცია და ანგარიში დამტკიცდა საგარეო საქმეთა კომიტეტზე ევროპარლამენტში, მაშინ გაკეთდა. გარკვეული ყურადღება დავუთმეთ მათ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ევროპარლამენტი მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან და ევროპელი ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკაზე, ეს მათი სიტყვებია. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ევროპარლამენტი არის ისეთივე ევროკავშირის ინსტიტუტი, როგორც ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო. შესაბამისად, ჩვენ სრულიად იგნორს მათ დოკუმენტებს, ვერ გავუკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები ხო აისახება, გარკვეული ნარატივი ხო ყალიბდება და ეს არის სრულიად ტყუილზე, სრულიად ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომელიც მიმართულია ერთადერთი მიზნით იქმნება, ხო, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ. ამას ძალა არ აქვს, შეიძლება არანაირი პოლიტიკური წონა ამ დოკუმენტებს არ აქვს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია, თუნდაც სამი ევროპარლამენტარი ასეთი ფორმით ესხმოდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას თავს სრულიად უსაფუძვლოდ, სრულიად ტყუილებზე დაფუძნებით და უპასუხოდ დავტოვოთ თუნდაც მათი აი ესეთი კამპანიები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც უკვე აგერ რამდენი წელიწადია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამ პროცესს ევროპარლამენტში ხელმძღვანელობს რასე იუკნევიჩიანი, ჩვენი მიმართულების დირექტორია, ეს კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა და სხვა საინტერესო ვიდეო ეს მიმართვა ქონდა საქართველოსთან გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს საერთოდ უკრაინაში ომის დაწყებამდე ესო არ იყო პოლიტიკური ნება და არც კი არავინ ფიქრობდა ახალი წევრების მიღებაზე. და ახლა ჩვენ უკან არიცხვით, გვიჩნდება კითხვა, რომ მაშინ რას ვაკეთებდით, სანამ პოლიტიკური ნება გაჩნდებოდა და მანამდე იყო ვალდებულებებიც იყო, ქვეყანა ასრულებდა ამ ვალდებულებებს და მაშინ როგორ გამოიყურება ამ გადასახედიდან ის პროცესი? კი, საინტერესო კითხვაა და ქალბატონ რასას ჩვევია ერთი კარგი თვისება, რაც აქვს, ღიაც იცის ხოლმე რაღაცების თქმა, რაც ნათელს ფენს მთლიანად დამოკიდებულებას ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რისთვის იყო 2022 წელს გააქტიურებული ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. დღევანდელი პროცესი, რითაც დავიწყეთ დღევანდელი გადაცემა და ვისაუბრეთ ჩვენ მარტაკოსის განცხადებაზე გაფართოების მომავალზე კიდევ უფრო აშკარად აჩვენებს თუ რამდენად ინსტრუმენტის ხასიათი ქონდა 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შეთავაზებას ომში მყოფი უკრაინისათვის და სხვა ქვეყნებისათვის ჩვენს რეგიონში, ხო და ამაზე საუბრის დაწყებას. მართალია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა 2020 წელს ან მანამდე ხო კიდევ უფრო უკან თუ წავალთ, იყო პერიოდი, რომ ევროკომისიამ საერთოდ გაფართოების პორტფელი ამოიღო კომისიის მანდატიდან და გაფართოების კომისარიც არ ყავდათ. ასეთი კომისიაც არსებობდა გასულ წლებში, ხო? არ იყო აქტუალური და ომიც შემდგომ გახდა აქტუალური ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ხო, რა არის მაშინ ომი იყო საჭირო იმისათვის, რომ ევროკავშირი დაფიქრებულიყო გეოპოლიტიკურ აუცილებლობაზე. რთული, ასე ვთქვათ, აღიარებებია ნამდვილად ქალბატონი რასას მხრიდან, რაც კიდევ უფრო მეტ ანალიზს საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რისთვის იყენებს ეს ხალხი ევროკავშირის გაფართოებას. რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირთან, ჩვენი ისტორიიდან, კულტურიდან, იდენტობიდან გამომდინარე, ეს არის ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არეალი თუ სივრცე, სადაც ჩვენ ხედავთ ჩვენ თავს. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ იდეოლოგიური, პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი და ამ დროს სხვებისთვის ეს სხვაგვარი ინსტრუმენტი ყოფილა, ასე ამბობენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირი ნამდვილად, მაგრამ
ბოლო 4 წლის განმავლობაში, ანუ რაც ომი დაიწყო, ვართ მუდმივად სამიზნე, როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვადასხვა დროს ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ვიყოთ თავდასხმის სამიზნე. ახლა მაგალითად დღესაც ბრიტანეთის ელჩი იმყოფებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ყველამ კარგად ნახა განცხადება, საელჩომ რაღაცნაირად უკან არ იცხვით, რომ მიაბა გემის დასანქცირება. კიდე პირველად არ გააკეთა სხვათა კი ბატონო, და რატომ ვართ სამიზნე? ეს არის მთავარი კითხვა, რა გავაფუჭეთ ასეთი, როდესაც ასეთი დიდი ქვეყნები და ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ჩვენ რაღაც დავიცავით ჩვენი თავი. არაფერი არ გაგვიფუჭებია. ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი, ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა, ჩვენ აღმოვჩდით ის ხელისუფლება, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა და ქვეყანა არ დააზიანა და შეიძლება გამქრალიყო კიდეც საერთოდ საქართველოს საომარ მოქმედებაში ჩართვის პირობებში. ხო, არავინ არ იცის დღეს სად ვიქნებოდით და რთული წარმოსადგენია, რომ დღეს ასე მშვიდად აქ საუბრის შესაძლებლობა გქონოდა რომელიმეს, ხომ? 2020 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას ის პოზიციები არ დაეჭირა, რა პოზიციებიც დაეჭირა საქართველოს ხელისუფლებამ. რთული მისაღები აღმოჩნდა ეს გარკვეული ძალების მხრიდან, ერთი პატარა ქვეყანა, ერთი პატარა პოლიტიკური ძალა, ქართული ოცნება, როგორ ბედავს და როგორ ეწინააღმდეგება იმ ჩაშვებულ, ასე ვთქვათ, სურვილს და რაღაცა გეგმას, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანას სხვა ფუნქცია შეიძლება და ქონოდა და არა ის ფუნქცია დღეს რომ საუბრობთ ვაკავშირებთ დასავლეთს აღმოსავლეთთან და რაღაც ერთადერთი წვრილი ზოლი ვართ, სადაც მშვიდობა არის და არ ცვივა ბომბები, ეს არ იყო იქნებდა ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, რომელიც მათ წარმოედგინათ ასე. და ამიტომაც არის ახლა ვინ აცნობიერებს, ვინ არ აცნობიერებს, რატომ ესხმის საქართველოს თავს, ეს კიდე სხვა საკითხია, თუმცა სხვა ახსნა ამას არ აქვს. საქართველოს არაფერი, აი წარმოიდგინეთ, საქართველოს არაფერი დაუშავებია. ყველა სანქციის შემოღების დღიდან კეთილსინდისიერად და მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენსავით კეთილსინდისიერად თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ იქცევიან და თავად დაჭირდათ დაცვის ახალი მექანიზმების და პაკეტების შემუშავება სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ მოცემულობაში არსებობს, ახერხებს იმას, რომ კონდეს ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, ისეთი პოლიტიკა, რომ სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ უფიქსირდებოდეს ამ მოცემულობაში. მიუხედავად ამისა, არ წყდება ამ ქვეყანაზე თავდასხმა, მიუხედავად ამისა, არ წყდება გამოგონილი სტატიების წერა, რომ თითქოს ჩვენ გახსოვთ ახლა შავი ხვრელი და ეს ამბავი რაც ვისმინეთ, ახლა ეს უკვე ძველი ამბავია, თუმცა გრძელდება, ხო? თითქოს არაფერი დაშავებულა ამ განცხადებით, უბრალოდ ესე ახსენეს, რომ ეს გემი საქართველოშიც არის დამყოფი. რა საჭიროა ამის ხსენება ამ ფორმაში, როდესაც საუბრობთ გემის დასანქცირებაზე, რატომ უნდა გაკეთდეს ასეთი აქცენტი საქართველოში გემზე, როდესაც ეს გემი ბევრ სხვა ქვეყანაშიც იმყოფებოდა. მაშინ ნაწილობრივ მოგვაწოდებთ ამ ინფორმაციას, რომ რაღაც ესეთი ორმაგი აზრი, ორაზროვანი ეს გაკეთდეს, დასკვნა გაკეთდეს ამ განცხადებიდან და ვთქვათ, რომ ეს გემი საქართველოს გარდა დანიაშიც იმყოფებოდა, მალტაშიც იმყოფებოდა, რა ვიცი, სხვა ბევრ აზიის, აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა. მაშინ ჩვენ საზოგადოებას ეს ინფორმაცია სრულად მივაწოდოთ, თუ კი უნდა ვისაუბროთ, სად იმყოფებოდა გემი დასანქცირებამდე. დასანქცირების შემდეგ იმყოფებოდა საქართველოში? არა. მაშინ რა საჭიროა ასეთი ფორმით საუბარი? სწორედ ამაზეა საუბარი, არაერთი არასწორ მანიპულაცია ინფორმაციის, არაერთი დეზინფორმაცია და ასე ზიანდება ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ამიტომაც ვეღარ შევძლებდით, რომ ეს უბრალოდ არ მიგვექცია ყურადღება ამ განცხადებისთვის და არ დაგვეფიქსირებინა ბრიტანეთის ელჩისთვის საქართველოში ჩვენი წუხი. და ჩვენი საუბრის ბოლოს მოკლედ გთხოვთ, შეაფასოთ უკვე ბრალდებები შეერთებული შტატებიდან, კონგრესმენი უილსონი, ეს პროჩინური, პროირანული მიმართულება მას აბარია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ჩრდილს აყენებს თუ არა იმ ურთიერთობების გადატვირთვას, იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც არის დაწყებული.
დამოუკიდებელი შეერთებული შტატების ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებას შორის. ის აქტი, რომელიც მან გაიტანა. იგივე ამბავია ხო მეგობარი აქტის არ იყოს, იგივე ამბის გაგრძელებაა. ჩვენ გვინდა რომ გწამდეს რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვესაუბრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე, ახალი ურთიერთობების ჩარჩოს შექმნაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ისინი არიან გულწრფელები და ნამდვილად გულისხმობენ იმას, რასაც საუბრობენ ჩვენთან შეხვედრებისას, რომ ჩვენ გვსურს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები იყოს ჯანსაღი, იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და იყოს შინაარსიანი ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო. ამას ნამდვილად ხელს უშლის მსგავსი განცხადებები და მსგავსი ნაბიჯები, რასაც აკეთებს ბატონი ჯო ვილსონი. მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას, მას რომ კითხოთ ვერანაირ ფაქტს ვერ მოგიტანთ და ვერაფრით ვერ დაამტკიცებს საქართველოს ვერანაირ პროობას, გარდა პრო-ქართულობისა, საქართველოს ხელისუფლების ვერაფერს ვერ დაამტკიცებს, თუმცა ამას მუდმივად წერს და სამწუხაროა, რომ ის არის ერთადერთი ხშირ შემთხვევაში აქტიური ხმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც ისმის საქართველოსთან დაკავშირებით და ნამდვილად არ ეხმარება ამ პროცესს. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ბრუნდებით ხვალ 23 საათზე, მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.